საბიბლიოთეკო კვირეული დასრულდა. ღონისძიების შემაჯამებელი შეხვედრა ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში გაიმართა. ღონისძიებას საქართველოს სხვადასხვა კუთხეში არსებული ბიბლიოთეკების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. რეგიონალური საცავების თანამშრომლებმა საბიბლიოთეკო საქმიანობაში მათ მიერ განხორციელებულ ინოვაციებზე ისაუბრეს. ორგანიზატორების განმარტებით კვირეულის ფარგლებში არაერთი გამოფენა და ლიტერატურული საღამო გაიმართა. მათივე განცხადებით მსგავსი ღონისძიებები მომავალში ინტენსიურ ხასიათს მიიღებს. Materiālis mizami, როგორც გითხარით, არის სწორედ ის, რომ დავანახოთ ჩვენს საზოგადოებას, რომ ბიბლიოთეკის რომი დღეს არის არა მარტო წიგნების შეგროვება და გაცემა და ამარტებად, არამედ გაცნობთ, რომ ფართოა ეს ბიბლიოთეკის რომი. თითოეულ ბიბლიოთეკარების დემოგრაფიას უგეთებს საზოგადოებას და დაფიქრდეს ამაზე. და არასდროს ჩვენთან ერთად იფიქროს და ჩვენთან ერთად ყველას გადაწყვეტილება იმაზე, თუ როგორ განავითაროთ აუდიტორები, განავითაროთ ბიბლიოთეკები. ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც რუსთავის საბიბლიოთეკო გაერთიანებამ გააკეთა, მოვფიქრე, რომ ეს არის ლიტერატურული კონკურსი, რომელიც ჩატარდა სახელწოდებით ილია და მოხდა ყველა რუსთავის საჯარო სკოლის და კერძო სკოლის მოსწავლეების ორ ტურად ჩავატარეთ კონკურსი, დაიწერა თავისუფალი თემები, მოხდა გამარჯვებულთა გამოვლენა და ამჟამად მიმდინარეობს წიგნზე მუშაობა და გამოცემა.